კაცო, ჯინჯილები სადა? არ წამოიღი ახალ კაბინეტში? ჯინჯილები, ჩემო ჟურიკ. კოლოფში და სახში, საკუჭნაოში. რა კაცო? კლადგინა გადაუსვა წარსულს ხაზი? არა, ჩემო ჟურიკ. უწარსულო კაცი, უბედური კაცია, მაგრამ ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის კაბინეტში ჯინჯილების და ხარახულის ადგილი არ არის ჩემო ჟურიკ. უფრო მეტი აკადემიურობაა საჭირო. რა ხარახურა კაცო? შენი სახელოვანი სპორტული წარსულია ხარახურა? აღარ კადრობო? რა ვიცი, ახლა ეგევა მეც აღარ მეკადრო კაცო. ხო, გევიხედე და ვიფიქროს ახლა ნიკოლოზ ჟაფარიძე გენერლის ტოლარაცი გავდი. მეკადრება ახლა მე ვინცხა სამტრედიელ ნორიგო შურულთან ისის ვინცხა ოპერთან ზვაგაცობაო. დუკანში აღარ დამაიჟე. აი ჟური შეგაკითხავს იგი დუკანის მეტი არაფერი არ გაგერია რა. აპარა ვაღაცო. სხვა უნდა დაგბაიჟოს თუ არა საკუთარი ხარჯით ყოველდღე დუკანში ჩემამ ტერმა იქეიბოს. ასტაბარა ვაღაცო. შენი გამოსწორება არ იქნება რა. ხედა. გამოვიცვალო გინდა ხო? სხვანაირი გავხდე. ალექსეიჩ მოგეწონება შენახლა. სხვანაირი რაცა იმნაირი ჟურული. სიტყვა პასუხი რო არ ეწოდინება, უხასიათო, უცხიმპირო. ტრადიციების ერთგულება. რა ტრადიციების? რა შენ რომ ლაპარაკობ, რას კაცო? რა მოგეგადრება კაცო? პირველი სამუშაო დღეა კოკა. ახალი კაბინეტიდან ასე უნდა გავიდე თუ არ დავილოცო. ინცუჩი. დაიბუდებენ ახლა ჩინკები და კუდიანები ამ მინუტში. უმალვე უნდა დავლოცოთ ეს ბუდე. თუ არა, ვაიმე. სნობ როგორ ახდენენ ბნელი ძალები აქაურების ოკუპირებას უკვე ალექს დედა უბრალოდ დამბუცხლა ალექსეევიჩი აბა რას ბედავ შენ რა ეხლა თამარ ეხლა ნუ გააბრნე გაიგე ნუ აუშიაფრები გაგიშტი შენ რა ვიღამუშა მოგვისროს იცოდე შენ კაკია ალექსეევიჩი შურიკ მომისმინე ექსტრა ჩავკრათ კოკა მომისმინე ბიჭო შენ იცოდე სად რა აკეთო გაიგე და სად რა ილაპარაკო და საერთოდ ძალიან აღთხო რა აცი ნუ იკადრებ უკადრებელ ძალიან აღთხო გაიგე შენ ბატონო კი ეჯო ხედა უკვე თეიწყე ახლა ეს ნუ იკადრებ უკადრებელს და საკადრებელი და არ საკადრებელი ვიცოდი ასე რომ იქნება და მაგის მეშინო და მე მაგის ეს არა ის სხვათა შორის მე რისთვის წამოვიღე თუ ისე ფსიქოლოგიჩესკი ტესტ და რა ვქნა გას ესე იგი აღარა ვარ მაგაცები ხო ალექსეევიჩი წევიდე მე ჩემ გზაზე ხო და შემეწერო შენთან მიღებაზე აუდიენციაზე ხო ალექსეევიჩი უკეთეს მოვიფიქრე მე ივანი ხომ არ ხავს მე ამიყვანებ დივნად აღერო დაგიწვევი კარებთან ერთგული დარაჯივით კოფეს მოგიდუღე ალექსეევიჩი პონჩიკებს მოგართმევ პერერივზე პონჩიკიც არ გინდა კი ბატონო პონჩიკი რა ვაგეკადრება შენ აწი ბატონო დიდრან კაცებთან იმეგობრებ და ლანჩ ბრეიკზე დაგვადიჟებენ და ჟურიკა იცვას ჟურიკასთან შენის ალექსეევიჩი სად მიეთრები 3 მეტრები ჯანდაბაში სიკვდილში მოუსავლეთში ნახავ კაცო მე ვინც ახლა შენაი დვარნიაშკას და ამბობს გავჭდი და მიმასწრებ და ფადიეში მე ვიყმულებ მე ვიტირებ მე რა უფროსები დაგვიძახებენ ფას ეცი ჩვენ ალბათ ხებას დავიწყებთ ბატონო მორჩი ახლა ლაყავს და ჩქარა ხა ქენები ჩქარა როგორ არ დაძრები ხო ჩქარა არა როგორ იცოდე მისაყოლებელი არაფერი არა ბა უიმე ალექსეევიჩ მაგაზე არი ნერვიულო შენ არი ნერვიულო მაგაზე კაცო თადარიგი რეჭი იმისთან აპეშინია წამოვიდე ნამეტანი უხდება შენ პატარა არამოძებნე მან საგნეთ არა ალექსეევიჩ კაცი ყველაფერს მოდი აგერა აგერთან ალექსეევიჩ მოდი ჰარმონიას გოუმარჩოს ხო ასეა მაგი იმისთანაც მაგაცი რომ ყავს სიცოცხლეს რომ ბეიშულებს შენთვის და შენ იმისათვის ალექსეევიჩ იმისთანაც სოლი რომ ყავს ნახევარ ქალაქს რომ შურს შენი და იმისთან ეს სამსახური ადამიანებს რომ ემსახურები და ხალხი გაფასებს არა ახლა ეს ჰარმონია ისე შეგინა თქვა რომ მე ჰარმონიაში ცხოვრობ ხო შენზე ვილაპარაკობს კაცო ჩემ თავზე მოგახსენებ მე მაშინ ჟურიკ მოდი შენ ჰარმონიას გუმროს და შენ სახალ კაბინეტს თანამდებობიანა
გაუმარჯოს. გაუმარჯოს ბატონო და ზე კაბინეტს არა უჭერს, ხო კი? დიახ. აქ. სკამიც მოხერხებულია. დიახ, ძალიან მოხერხებულია. ძალიან კარგი. მოსასწრებში რატომ არ ყავს არავინ? ისეთ ჩემმა წინამორბედმა თავისი მდივანი თან წაიყვანა. კადრებში ვიკითხე და მეთქეს შტატი არისო და თუგნებავთ თქვენ თვითონ მოიყვანეთ. და შენ წადექე და მოისხი ვინოს მადრი. რა თქმა უნდა, მოვიყვან აუცილებლად იმას ვიკავ. ძალიან კარგი. რას ხარ დაჭიქე გას? так. კიდევ რა? ბატონო პატაჩი, ხვალ თათბიერი მაქვს დანიშნული. თქვენ ხომ არ კი, მოვა დაგესწრები. კარგი გოროხოვი გადმოგიყვანე შენ. დიახ, გადმოვიყვანე. კარგი გამოძიებელია, თან ჩემი კურსელია და ეს გულბათა რომ მუშაობდა, ხო? დიახ. ბატონო გულბათის პენსიაზე გასვლის შემდეგ ვიფიქრე, იქნებ ხო, გასაგები. არა, კარგია, გუნდს რო ქმნი. კარგია. დიახ. ეხლა დამისხავ, თუ ავდგე და წავიდე, კაც. ჰა? ასე იცი თქვენში ბიჭო, სტუმრის მიღება? ეხლავე ბატონო. ასე ბიჭო. შედავა გეისა და თქვენ ჩქარა და არ შემოგვიწევს ვინ ორგას. ხოდა რას გეტყვით იცით? დიახ. აბა კუჩხი ბედინერი და ბომბლომად გასვლის საქმე. მადლობა. აი ბიჭო, გოგა უჩაბინოში მაგრამ მუშკოდი შევს გამელებს. ბატონო? ვეგეგეთ ხო? არა საჯი. აი ხალ. ბატონო დადაჩი, ეჩერი მიაყოლეთ, ნამეტანი კარგია. так. ახლა მოაშორეთ ახლა ეს ბოთლი და სადაც აღარ დავინახო მეორჯერ ეს ამბავი აქ. გასაგებია? დიახ. თორა ორივე სპანჯიდან შინიონივით გაგაფრენთ. კი ბატონო. ბასტა. всё. მე როზე. ჩემო ბატონო. ხოდა ახლა საქმე. დაჟიგდოს. ვახტანგ ლომინაძე. პარლამენტის წევრი. ხომ გაგიგე? რა თქმა უნდა. ხოდა 1 საათის უკან მისცოლს თავს დაესხნენ. მე? ფიტნეს კლუბიდან გამოდიოდა და მანქანაში რჩდებოდა სხვა უნომრო მანქანიდან ესროლეს. საბედნიეროდ მსხვერპლი არა აცილეს. და ეხლა არ ვიცი ჩქარობდნენ და არ ვიცი დიდი პარჩაკები არიან. ხო, მაგრამ ელომინაძეა დასაბმელ გიზგავს გას. და მაშინვე გენერალურთან გავარდა. გენერალურს პირად კონტროლზე ყავს აყვანილი. ხო და ახლა შენ კი ხარ უკვე საგამოძიებას უფროსი და გასაქმე. შენ თავზე ხო. შენ უნდა მიხედავ საკუთარ. ხო და ესე ფორმალურად თუ გინდა გააფორმე გოროხოვი. თუ მიზგინე რა შეგობა. თუ ეს საქმე სიარს მოხერხდა როგორც საჭიროა ხო? ყავს პირველ შენ გაგაზრობ. იცოდე. დიდი ხმაურიანი კაცია ნომინაცია დეპუტატი. მე ახმაურებული დეპუტატი გვინდა ჩვენ? არ გვინდა? არ გვინდა. წადე მე დაელაპარაკე. სასაგამოძიებას უფროსი რომ ეწევა მივა და გაესაუბრება. ეხლა ამ ამბავს უფრო დაამშვიდებს ახლა. მე ასე მგონია. ბატონო. გოროხოვის წაიყვანა. და შენი ოპერიც კიდე. მიხეს მამაგვიჯი. კაიჯი ხო? ძალიან ოქროა. შეუცვლელია. ძალიან კარგი. მაგრამ ესე დაიმახსოვრე შენ. ამ კაბინეტში ამ მაგიდაზე წამოსკობების ნება აღარ გეცე. დიახ. უნდა იცოდეს მაგრამ უფროსი და უმცროსი. დაიჯერები ეს დისტანცია თანამშრომლებთან კაც. და თვითონაც დააცვევინე დისტანცია და სუბორდინაცია. ბიჭო შეიფერე მე ეს შენ თანამდებობები რა არის კაც. შეიფერე კაც. ისწავლე თამაშის წესები კაც. ქვემოთ იქ სხვა წესებია, ჩემო კეთილო და
აქ ზემოთ ჩვენთან სულ სხვა და შენ თავს თუ არა ციპატივი ესენი და უგავსტუკოთ აღარ დაგინახო იწოდე ამასაც კაი თქვენება უთქვენებია. კაი ვერცხლისფერი ჯიპიც იუჯიპებია. რა კაია ბიჭო დეპუტატობა? მაიორო ჟურულო. საქართველოს პარლამენტის წევრთან მე და გოროხოვი ვისაუბრებ. შენი სუსი არ გავიგო, გამიგე? თორემ მართლა მოგიწევს პატიაში პოლიტრის გაწყვეტა. არის უმფროსო. გამარჯობა. ქალაქის პროკურატორიდან ვარ. ბატონო ვახტანგ. ჩვენ ყველანი ძალიან შეწუხებულები ვართ იმით, რაც მოხდა. ბატონი კოტე, ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო გამომძიებელი, მას დავავალეთ ამ საქმის გამოძიება. მე პირადად ჩავთვალე თავი ვალდებულად ხლებოდი. სიტყვას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს საქმე ჩემს მეუღლეს ტრები არ ჰყავს. ეს ტყვია მე მესროლეს. პირადად მე. ჩვენ ბატონო თქვენ რას გულისხმობთ? რაიმე კონკრეტულს, ვინმე კონკრეტულს ადანაშაულებთ? თით რა, კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ თქვენ იცით, არ შეიძლება არ იცოდეთ ჩემი ინიციატივის შესახებ პარლამენტში და მომხდარით ჩემს საპარლამენტო საქმიანობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ბატონო ვახტანგ, ჩვენ გულისხმობით ვადევნებთ თქვენს საპარლამენტო გამოსვლებს და საქმიანობას თვალყურს. მაგრამ იქნება დავაკონკრეტოთ. როგორ შეიძლება თქვენ მეუღლეზე თავდასხმა კავშირში იყოს თქვენს საპარლამენტო საქმიანობასთან? ქვეყანა მიცის, რომ მე ვარ ინიციატორი პარლამენტში ბუნებრივი მონოპოლიების შესახებ კანონის განხილვისა. რა ქარიშხალი დატრიალდა ამის გამო, ესეც ყველას კარგად მოიხსენება. ხო და ვერ ისვენებენ ის ოლიგარქები, ვინც ორ კუპონად იყიდა და პრივატიზება გაუკეთა მილიონიან ქონებას. ეხლა გაგიჟდნენ. გადაირივნენ, ასქესთნენ, უგაცრავად. ესე იგი, თქვენს მეუღლეზე თავდასხმა, ასე ვთქვათ, თქვენს მიმართ გამოგზავნილი მუქარა? ხო, რა თქმა უნდა, მესიჯი გამომიგზავნეს. იდიოტები. ბატონო ვახტანგ, თქვენს მეუღლეს რომ გავესაუბროთ, ხომ შეგვიძლია? ჩემი მეუღლე რა შვეშია? როგორც რა შვეშია? რა მოხდა, როგორ მოხდა, რა დაინახა, ვისი აქვს ეჭვი? მოითმინეთ, მე ტყილა ვლაქლაკებ აქ. მე არა ვარ საკმარისი. კი, მაგრამ წესია. სხვანაირად როგორ იქნება? საგამოძიებო პროცედურა ხომ უნდა დავიცვათ მაინც? კარგი, გასაგებია, მაგრამ ძალიან ანერვიულებულია, ესეთი ემოციურია. ყველაფერი გულთან მიაქვს. ხა საზღვარგარეთ უნდა გავუშვა მოვაცილო აქაურობას. თანახმავარ. ოღონდ, ჩემი თანდასწრებით. რა თქმა უნდა. და ძალიან გთხოვთ. რაც შეიძლება კორექტულად. პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერი უაღრესად კორექტულად ჩატარდება. ბატონო ვახტანგ, თქვენი მეუღლე მარტო იყო? არა, ძღოლი ელოდებოდა მანქანაში. ესე იგი, ძღოლით შეესურა ამ ამბავს, ხო? ხო, მანქანაში იჯდა. ვერცხლისფერ ჯიპში. დიახ. და სად არის ახლა თქვენი მძღოლი? აქ არის გარაჟში. ხო, მანქანა ქედგას ქუჩაში და. ხო, ვერ მოასწრო ეზოში შეყვანა. ბიჭები მკლავს უხვევდნენ და ხელს უხვევდნენ, რატომ? არა, ოდნავ მკლავი გაიკაწრა და დაჭრილია? არა, კაცო რა დაჭრილი. უბრალოდ მკლავი გაიკაწრა. უგაცრავად ტყვით, ხო? არა, პონჩიკით. ტყვით, რა თქმა უნდა. ძალიან დიდ ბოდის გიხდით, მაგრამ მანქანას გარედან არაფერი ეტყობა და ვარიშ და შიგნით. ესე იგი არ იჯდა. კაპოტზე იყო ბატონო მიყუდებული. მზეზე ირუჯებოდა. მაშინ ჩვენ მოგვიწევს ძღოლთან გასაუბრება. დიახ, აუცილებლად. ვიცი ახლა ზედმეტებს ნუიზამთ. ძღოლთან გასაუბრება რა საჭიროა? ბატონო ვახტანგ, უკაცრავად და თქვენი გამგებლობია. თქვენი მძღოლი დაზარალებულიც არის და მასმეც. თუ გინდათ ჰაი-ჰარად გავაკეთოთ ეს საქმე. არა. მე არ გასწავლით თქვენ რა და როგორ გააკეთოთ, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე
მინდა რომ ჩემი ოჯახი დაცული იყოს და არ მინდა ზედმეტი აჟიოტაჟი. ბატონო ვახტანგ, საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლისა და სიმშვიდის დაცვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. დეპუტატისაც და მეზობისაც. ხოლო რაც შეეხება აჟიოტაჟს, აჟიოტაჟი პირველ რიგში ჩვენ არ გვაწყობს. ასე რომ თუნებას მოგცემთ. ცოტა ხანი დამელოდეთ. მეუღლე შევამზადებ. ჩვენ მანამდე ძღოლს გავესაუბრებთ. საიტი ვიბრძანეთ. ნუგზარი ჩაგაცილებთ. თუ რამე დაგშიდეთ, აფიქნები ბატონო გოგოსაც. კაიში. ნაცრალად. რაჯი გამოგენას რაჯი მოგირავე ხლა რა მოხდა როგორ მოხდა ხაზერიკა ფიტნესში მივიყვა. რომელი ფიტნესია ამი? ვაკეში ბასეინზე. აუზზე. აუზე დიახ. ხო გარზე მე ერთ საათში მივაკითხე. კარეთ ველოდებოდი. მანქანაში? ერთხანს მანქანაში ველოდებოდი. მე ქუჩის მეორე მხარეს გადავედი, ბუტკაში სიგარეტის საკეთ. ჯიხურში. დიახ, ჯიხურში. უკან რომ მოვიხედე, ხაზერიკა შენობიდან გამოდიოდა. უცებ პაგრიშკების წვილი გავიგონა. საბურავების. დიახ, გარზე საბურავების. შავი BMW იყო. ნომრები რა თქმა უნდა ვერ შეამჩნია? არა, ნომრები არ ქონდა. კარგად მოვასწარი შეხედვა. მოვტრიალდი რაღაცა გულმა ცუდი მიგრძნო. ხაზერიკას დაუძახე, დავაი უკან მეთქი ჩქარა, ამ დროს ისროლეს და აი კლავში მომხდარა. იმან შენ როგორ მოხდა ერგებმა შენ გესროლეს არა მე არა, ხაზერიკას ესროლე. მე შენ როგორ მოხდა? კაცი ვარ და ქალს გადავეფარე რა. ჭრილობა როგორ ჩანს ღრმა არა. არა, გადავრჩი. კამკაცრა. როგორი დისტანცია დაგესროლეს? რავი, აბა 4-5 მეტრიდან რა. რამდენჯერ ისროლეს? ერთხელ. მსროლელის სახე თუ დაინახეთ. სროლელის სახე შავი სათვალე ეკეთა. თან პარკში უთყამდა პირდაპირ მზე და ცოტა მარტო იყო? არა, ორნი იყო. ერთი უთყა. საჭესთან. საჭესთ. მარტო ვახტანგის მეუღლეს ატარებ ხო, რაც ხაზეინმა მაგოს მანქანა ჩუქა მე დამსვა. რატო მეუღლეს მანქანას არ ანდობს? არა, იცით, ცუდად ატარებს და ხაზეინსაც უჩვენია რომ არ ინერვიულოს ზღოლმა ატაროს. და ადრე ასაკეთებდი სხვა მანქანაზე იჯიქი ადრე ხაზეინის ვატარებდი. და მე ნუგზარი დაჭდა ხაზეინის მანქანას. და რამდენი ხანია რაც ვახტანგთან მუშაობ? ნახევარი წელი იქნება. და აქედან რაც მის მეუღლეს ემსახურება? 3 თვე. გაიჩემო გაქ ჯერჯერობით საკმარისია ხო კიდევ ერთხელ მოგიწევს გამოძიებლისთვის ჩვენების მიცემა ასე რომ იგივე შეგაზრდეთ კი ბატონო, როგორც ვახტანგი ალბათ უკვე მომზადებდა თავის მეუღლეს ასე მგონია. აივა წავედი ჩვენ ხროებით ჩემი პატარა გოგო, დავპირდით სივნიავს არ მოგაკარებ მეთქი და აი. მაგრამ დედას უტირებ მე მაგათ, ბუნდღას არ დავტოვებ. ეგენი კარგად არ მიცნობენ. ქალბატონო მაკო მაგოს მე ვეძახი ჩემო კარგო. ქალბატონო მაია. მაპატიეთ ქალბატონო მაია თქვენ თუ მოასწარით თავდამსხმელის სახის დანახვა ვერა კი მაგრამ ამ კაკოს დაჭრილს არ გონჭიდა მანქანის დარება? არაფერი მიჭირსო, ისე მსუბუქად გამქაცრავ. აი ეს შავი BMW ის მანქანა ადრე თუ შეგინიშნავთ სადმე იქნებ გითვალთვალებ და თვალს გადევნებდათ არა გუშინ წინ აი სახლიდან რო გამოვდიოდი ქუჩის მეორე მხარეს იდგა შემდეგ მეგობრთან წავედი და იქაც დამხდა აი კარგად არ მახსოვს მაგრამ მგონი შავი BMW იყო სხვა რამე უცნაური ამ დღეებში არ მოხდა რა ტელეფონზე რო გირეკავენ და ხმას არ იღებენ ეს თქვენი აზრით უცნაურია ახლა ბიჭო დააჭნია სიტუაციას რომ ამის მერე ტყიას რომ გესვრიან უცნაურიცაა და პატარა მეტიც ესე იგი გირეკავდნენ და ხმას არ იღებდნენ? მაგრამ ეგ მე რატომ არ მითხარი? ახლა სულელი არ მივაქცევ ქალაქის ტელეფონზე რეკავდნენ თუ მობილურზე
ჩვეულებრივ ზადარაკს ან ქალაქის. როდის? გუშინ ორჯერ. ბატონო ვახტანგ და თქვენთანაც ხომ არ დაურეკიათ ვინმეს ან აი ამ დღეებში რაიმე სხვა საეჭვო ხომ არ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული? კაცო ჩართეთ ტელევიზორი. წაიკითხეთ პრესა. როგორი ქარიშხალია ატეხილი ამ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის გამო? ვერ ვზნობთ ამას? ტრები გამიჩნდა ჩემო კარგო. კონა ხუთ შაურად. ბატონო ვახტანგ, თქვენ ძალიან კარგად ხვდებით მე რასაც გულისხმობ. მოთვალთვალე შავ BMW-ს თუ გულისხმობთ? არა. არ შემიჩნევია. კეთილი. მაშინ თუ სხვა არაფერი არ გაქვთ სათქმელი, ჩვენ აღარ შეგაწუხებთ. ერთი წუთით. როგორ აღარ შეგვაწუხებთ? ამით მორჩა ყველაფერი? არა, რას ბრძანებთ? ახლა ჩვენ წავალთ და შემთხვევის ადგილს დავათვალიერებთ. და შემთხვევის ადგილის დათვალიერება რას მოგცემთ? არ მითხრათ ახლა პაკრიშკების კვალს ავიღებთ და BMW-ს ძებნას დავიწყებთ. არც ეგ არის გაგორიცხული. მეტი არაა, ჩემი მტერი თქვენ ეგ შეძლოთ. ფებერ. თქვენ გირჩევნიათ ჩვენი დაცვა უზრუნველყოთ. ბატონო ვახტანგ, ჩვენ დაცვის სამსახური ხო არა გგონივართ, ა? ჩვენ პროკურატურა გახლავართ და დაჟნაშაულის გამოძიება გვაკისრია. ჩვენ არაფერ კონკრეტულს არ გვაძლევთ, ხელი რომ ჩავჭიდოთ და რა გამოვიძიოთ. უნომრო შავი BMW-ს მეტი არაფერი არ ვიცი და სხვა რა ვეძებოთ. გითხარით რამე კონკრეტული თუ გაქვთ? არა გაქვთ. ამაშია საქმე. მაშინ ძალიან გთხოვთ გვაცალეთ ვაკეთოთ ის, რისის შესაძლებლობაც გვაქვს. კარგად მეყოლეთ. ბატონო ვახტანგ, ბატონო მაია, ჩვენ ყველაფერს ძალიან ფიცხი უფროსი გყოლიათ. ახალია? დიახ, სულ ახალია. მე არ იცის რომ ახალი ცოცხი კარგად უნდა გვიდეს. საჩვენებლად მაინც იაქტიუროს, თორე როგორც დააწინაურეს, ისე ჩამოალაბორანტებენ. გადაეცით ეს შემგა. დიახ. აუცილებლად. ნაყოფის. ლუკა. აბადია, მას რომ გეუბნები. ცოტა თავი უნდა შეიკავო, დეპუტატია. აი მაგისთანა დეპუტატების ხელში რო ვარ, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად რა. მაგისთანა თუ იმისთანა? მაგათ ხელშია ყველაფერი. ვიცი მე მაგათ ხელში რაც არის. რა იყო რა, ხوار გამევიდა რა? უსმადები ორი აშიკი კვერცხი არ დამიმპრიოს რა. 5. რა? 5. 2-5 კვერცხი. რა ყველა ქართულს მასწავლეთ ვერ გავიგე რა. კარგი ბატონო, რას გვიბზარეთ ასე? ალექსეევიჩ, მართლა რაც ხა ჭირს არ გადაყაროს ამ გასმა. არის მაგათი ამბავი. გენერალურთა რო გიჩივლოს. რა ვქნა გამაგებინე ხარ მოჩვენებითი ფუსფუსი დავიწყო ვითომ რაღაცას ვაკეთებ. ხო, მაგრამ მე და ამარა უნდა კაცო ეხლა მართლა უნომრო შავი BMW-ს ზებნას ხوار გამოაცხადება მილიონახევრიან ქალაქში. ან იმ ფორბლების ნაკოლებით ხوار უზებ მართლა. შესაძლებელია მაგის გაკეთება მართლა დაგჭირდეს. აბა ჩემო არძევებო, ეხლა შემთხვევის ადგილზე. ნახოთ მართლა თუ არის ნაკვალები და კიდევ რაღაცა უნდა დავძებნე. რა, კაცო? ტყვია ჟურიკ, ტყვია. ყველაფერი მე გასწავლო? ჟურიკ. მომისმინე? ესეთი რამე ვქნათ ახლა, კოტე. შენ შიგნით შედი, ხო? ნახე ხალხს კითხე, გაიგე რა. ვინმე რამე ხო არ გაიგონა, რამე ხო არ დაინახა, გაიგე? კარგი. შენ კიდე აკავრობა დაძებნე, ტყვია ნახე და გამორიცხული ხო არ ორთქლებოდა რა. არის უფროსი. მე კიდე ერთი გადავალ, ბორჯომს დავლევ რაღაცა პირი გამიშრა. აბა ერთი ბორჯომი გამიხსენით ცივი და რა. ო რა კაია? მადლობთ. გაიხარე შილო. დედა. აბა მითხარ ერთი. დიდი ხანია ახაზე ხარ? ბესაძო. შენ და აი აქ სროლა რო იყო, შეესარე იმას? მე შილო შიშით კინაღაბ გავთავე. მართლა. მას. ყველაფერი დაინახე? მას ყველაფერი. აბა მომიყევი ერთი რა დაინახე. პროკურატურიდან ავარ და ჩქარა მომიყევი. ლელა მოგიყარა, ბევრი არაფერიც დამინახავს. რა არის ხალხო, აქ აქვს ხვენი, რამ დაგაძაბუნათ ეს? ოღონდ პოლიციას არაფერი არ უთხრა და სულ კინჩხი და კისერი უტეხია ყველას, არა?
აბა ერთი თქვენიას რაღაც შეეხოს. ხო აგეწובה მაშინ კუჭი. მე ვინ რას მეკითხება? მე გეკითხები, მე პროკურატურიდან ვარ, გაიგე გამომძიებელი და ჩქარა მითხარი სანამ წაგიყვანე პროკურატურაში. ვაიმე. იბიჭი მოვიდა და სიგარეტი აიღო. ნო, მერე? მერე მანქანისკენ წავიდა. აგი იქედანა მეორე მანქანა გამოვიდა და ესროლა და გავარდა. მე აი ამ კოლუბიდან ხალი გამოვარდა. ამ დაჭრილ ბიჭთან მანქანაში ჩაჭდა და ორივენი გავარდნენ. აბა ერთი მითხარი, აი მანქანაზე გეკითხები, რომლიდან სისროლეს? აი ხა დიდხანს იდგა? ჩიპი რომ მოვიდა ის უკვე დიდი ხანი იდგა. დარწმუნებული ხარ? მაშ რათა გიმარა? ეხლა ჩქარა თქვი, თორე? წაგიყვანე პროკურატურაში, ჩქარა ეხლა. მე რა გინდა ჩემთან კაცო? იბიჭი გამოვიდა და ნომრები მოხსნა. ნომრები მოხსნა მანქანას? წინათზე უკანაც. სახე დაინახე? სათვალე ეკეთა შავი. ცოტა შორს იყო. შვილებსა და შვილიშვილებს გეფიცების სახე არ დამინახავს. შენ რა ეცვაზეთ გახსოვს? ჩულებრივად ეცვა. ჯინსები და კურტკა რა. ალექსევიჩ, მოდი აგერ, მოდი. ეხლა ვეჟური. აბა ერთი შენი სახელი მაჩუქე. მადონა. გვარი? ედგინა ჩემი გვარი. როგორ აცნიდა? შენი შთანა შეგნებული მოქალაქის სახელი და გვარი უცნობიერად არჩეს. აფსუსი არ არის? და მეორეს ხონდა ვიცოდე ვისაც და პროკურატურის პავესკა. ქიბროწაშვილი. კარგად იყავი, მადონა ქიბროწაშვილი. ჰაი. მადონა. რა არის ჯური კრენაში? ალექსევიჩ, ეგერე ესეც ტყვია, მაგრამ BMW-ს ყოლს ვერ მივაგენი. ჯური, ეხლა რა იცი? აი ეგრევე ექსპერტიზაზე გაიგე? მე ყველაფერი ვახტანგზე. მის მაკოზეც, მსხოლ კაკოზეც. ყველაფერი დაწვრილებით გასმის? გასმის. და ჩემთან. აბა, შენიც. მიდი ხარ ალექსევიჩ. ეხლა ვერ გავიგე, ცოტა ვიმუშავეთ თქვენს მაგივრად. თქვენს გაამზერიეთ რა. მე ბოლო-ბოლო უფროსი ვარ და ჩემი ადგილი კაბინეტშია. დავა ეხლა იმუშავეთ. არის უფროსი. რა შოვი ალექსევიჩ? მაიორო ჟურულო. თქვენ სახს კარები არა, ხა? მე მგონი აქვს. როცა თქვენთან სახში შემოდიან, კარზე არა გაგუნებენ? კიდევ ერთხელ შემოხვალთ ჩემს კაბინეტში, კაკუნის გარეშე და თქვენი აჯობებს რა. სხვაჯერს ეს თქვენს გეხებად გოროხო. უკაცრავად. მომწინა რა მინდა გიჯერა. მე ხვალ დავსვამ დივანს მისაღებში და როგორ შემომიჯლი გიდებით აკა. გზაბნეული ნახირივით მაგასაც ვნახავ. ოდის გიხდით ჩემოდონო და აცი, ჩემდა თავა და ახლა გამოთქმები შეარჩიეთ მაიორ ჟურულო. თქვენ ჩემი კაბინეტი სახიგლე ხوار გონიათ. მოდაგიგეთ. ისმეთ რა ხდება ახლა? ფიტნეს კლუბში ახალი არაფერია. რაც უკვე ვიცით იგივეა. შავი უნომრო BMW, ერთი გასროლა, მეტი არაფერი. მაია ლომინაძე კლუბის ხშირი სტუმარია, განსაკუთრებულად არავისთან არ ახლობლობს. მოდის, მიდის. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს და არც არის გასაკვირი. ყოფილი მის თბილისია. კონკურსში გამარჯვების შემდეგ გაიცნო ვახტანგ ლომინაძე, ცოტა ხანში ცოლად გაყვა. ხო, არის 22 წლის, ქალიშვილობის გვარია დარსაძე, ყავს მშობლები და პატარა ძმა, 11 წლის. ესე იგი, ყოფილი სილამაზის დედოფალია, ხო? დიახ, ვახტანგს მაგის გულისთვის ცოლ-შვილი მიუტოვებია. ყურებამდეო შეყვარებული. გასაგებია. კაკოზე რა გაიგეთ? კაკო ყუბანეიშვილი, წარმოშობით სოფელ მაღლაკიდან, 36 წლის უცოლშვილო. საკუთარი ბინა თბილისში არ გააჩნია, ცხოვრობს უფროს ძმასთან, რომელიც ცოლშვილიანი გახლავთ. ლახა საქმეებში ჯერჯერობით შემჩნეული არაა, არც კარგში. ვინ? ეს თუ ძმა? რომ მე ვიზეს დამავალეს ინფორმაციის შეგროვება იმაზე მოგახსენებთ. ვატებეინა. გასაგებია. ლომინაძეზე მითხარით, რა გაიგეთ ეს ამხელა თქვენობა რომ აუთქვენებია ეს რა დეპუტატობი თუ? ყოფილი ფიზიკოსია, 15 წელია ბიზნესშია.
თავიდან დაუწყია წყლის გამაცვლებლების დამზადება და დამონტაჟება. მერე გაფართოვდა, გაიზარდა რემონტები და დიზაინი დაიწყო. მერე ჩვენ ერთ დღეს ბებია მოვხვდა და მილიონები დაუდოვა, ხო? მთელი მაყუთი ამას უანდერზა რა. არა, ბებია არა, მაგრამ ტუზი მაინც დაეცა. რუსეთში ცნობილი ქართველი კრიმინალი ხეჩო რამოდენიმე წლის წინ აარსებს სამშენებლო ფირმას მოსკოვში და თავისი კლასელი ვახტანგი გადაყავს თავისთან. რაღაც პერიოდის მერე ხეჩო ტოვებს რუსეთს და გადაბარგდა ევროპაში. ლომინაძე ბრუნდება საქართველოში და აარსებს სამშენებლო კონცერნს. ალბათ იქნაშოვნი ფულით. მოკლედ, ახლა ამ სამშენებლო კონცერნის აქციათა პაკეტის მფლობელი, მაგრამ არა საკონტროლოსი. საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ერთ-ერთ პორტუგალიურ ფირმას, რომლის უკანაც სავარაუდოდ ღრმად პატივცემული ხეჩო, იგივე ნოდარ ხეჩინაშვილი დგას. მოკლედ, ვახტანგს არ უჭირს. რამოდენიმე ხნის წინ, სულ ახლახან ალბათ, გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსინჯოს ძალები, თუ გადააწყვეტინეს. მოკლედ, დეპუტატი გახდა, პარლამენტში არის აქტიური, ახასიათებენ როგორც უკომპრომისოს, ბევრი ინტრიგანს ეძახის და საინტერესო დეტალი, მეგობარი არ ყავს, თუ არ ჩავთვლით იმ პატივცემულ ხეჩოს. უბრალოდ მეგობრები ყავდა, მაგრამ ამ აღმასვლის დროს ნელ-ნელა დაკარგა სულ ყველა. მაიას გამო ოჯახი რომ მიატოვა, ეს უკვე გითხარით და ბევრისთვის თურმე ესეც მოულოდნელი იყო. იმიტომ რომ ახასიათებენ ისე როგორც კაცს, რომელიც გრძნობებს არასოდეს არ აყვება და ისე არაფერს არ აკეთებს, თუ წინასწარ არაფერი გათვალა. საინტერესოა საშუალო ასაკის კრიზისი ხო არ დაემართა ნეტა? ამან ეს ის ხომ ხო? ასე დროს ესეთ რაღაცებს ჩაგადედინებს ადრე აზრიდაც რომ არ მოხსულია. არა? ბატონო მაიორო ჟურულოზე არ არის? ვერაფერს ვერ გეტყვით ბატონო ნიკოლოს, არ მჭირს ჯერმე კლიმაქსი. დარწმუნებული ბრძანდებდით? აა. კარგი, მითხარით ბალისტიკა? ბალისტიკის ექსპერტიზის პასუხს მაიორი ჟურული გაგაცნობთ. კომაროვია. მოკაროვი, უცნობი. ანუ? ახლა მე თქვი, რაიმე გაუგებარი კაცო. უცნობი იარაღია. ანუ სულთა იარაღია. არც ერთ საქმეში არ ფიგურირებს. არსად არ გაჩითულა ბატონო. უკაცრავად არ დაფიქსირებულა. ამ იარაღიდან არც მოკლულია ვინმე და არც დაჭრილი ყოველ შემთხვევაში ვისაც ჩვენს კარტოტეკაში მოუვლია. ბიჟო, და ძალიან კარგი. რა კი ასეა? მაიორო ჟურულო მაშინ მოგიწევთ ყველა შავი BMW-ს ნახვა, რაც კი თბილისში დადის. კოკო, ამას кайხანი დაჭირდება. მე? რისთვის აკავს ეს დაავალე? უბრძანე, ჩემო ბატონო. ამის მეტი ამან კი არაფერი არის ის. ირბინოს და ნახოს ყველა BMW შავი. ახლა წადით და ამბობს მიხედეთ. მე ამ საქმისთვის მეტი აღარ მიცადია. დიახ. ბატონო ვახტანგ? რა? როდის? დარწმუნებული ხართ? სად? ტოქსიკოლოგიის ცენტრში? კი ბატონო, კარგით. ლომინაძე იყო. მაია მოწამლესო. რა? ვატყობ თქვენ სახეზე კმაყოფილობას, ესეც თქვენ მეორე დაყოფილება. ჩვენ პროკურატურიდან ვართ. დიახ, გელოდით, აქეთ მოგდანდით. დიდი მადლობა რომ ასეთ დროზე მოგბრძანდით. დიდი მადლობა. თქვენ არ იცით რა გადავიტანე. რა მოხდა მითხარით, აბა ტელეფონში მითხარით, მაია მოიწამლა. მოიწამლა კი, სად, როგორ? არ ვიცი. კი, მაგრამ ჩვენი თქვენთან ყოფნის შემდეგ სადმე გავიდა? არა, არსად არ გასულა. კი, მაგრამ რა იცით რომ მოწამლეს, იქნება ჭამა რამე და მოიწამლა. მოწამლეს მეთქი გეუბნები, მოწამლეს. ტყვი არ იკმარეს და ახლა საწამლავით დაიწყეს უკვე. თან სად, ჩემს საკუთარ სახლში. კარგი, დამშვიდი, დაწყნარი. დაწყნარი, ბატონო. ჩემს საკუთარ კოდე. თავარი ექიმი სად არის? ნუ რამე შეგვიძლია. დადა? Potega genialsо. Wow! Wow! Великий сыщик! Ага.
ქალაქის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი. აბა? დაგაწინა. მადლობა. მადლობ, გინეცარი. კარგად მოწყობილ ხარ. ისიო რა, გაცილებით უკეთესად შეიძლება, მაგრამ არა. არის შეიძლება შესაძ, ჰა? რა ვიცი, აბა მოგა, წვალო. და გითხოვე. როგორი გაიგე? რა ვიცი, აი ერთი ამბავი ატეხილი ბიჭო, ამ ლომინაზის მეუღლეზე დამირეკეს და მოვარდი. მითხარებ თუ ჩემს ვახარ გამარკვია რა შესაძლოა, როგორ არის რა ვთქვი. ქმარი ამტკიცებს მოწამული არის, მართლა ისეა? მოწამულია კი. რას ნიშნავს მოწამულია? საწამლავით არის მოწამული თუ ჭამარამე კონსერვია რაღაც ეგეთი. ეხლა ვიაგიხსნი. ეგ რომ მოიყვანეს, აღინიშნებოდა ტიპიური ნიშნები ინტოქსიკაციის, ანუ მოწამვლის. ნუ იმ წუთში დაეწყო ეს ადეკვატური მკურნალობა გადაუდებელი. თავისი ფორსირებული დიურეზით, კლასიკსით, ჰემოდიალიზის აპარატურა. მაგრამ ძალიან ხო რა ადამიანური ენთამისა ეგ არაფერი არ მესმის. შენ მე მითხარი რითია მოწამული? აი შავდის ანალიზით რომელიც გავუკეთეთ. 100%-იანად შემილია გითხრა რომ კარბამეზაპინის ჯგუფის პრეპარატია. დეგრეტოლი. დეგრეტოლი? რა არის შხამია? დიდი დოზით შხამია. აჰა, ესე იგი მცირე დოზით ჩვეულებრივი წამალი, ხო? წამალი, მცირე დოზით წამალი, ანტიკონვულსანტი. როგორა? ანტიკონვულსანტი. რა არის ეს რაში გამოიყენება დამხმარებას? მაგას ხმარობენ ეპილეფსიით დაავადებულები. ეპილეფსიით? ეპილეფსიით დაავადებულები. ხო, შეიძლება ეპილეპტიკია? ხორმეს მაგაშია, შემოგობა რო არა. ქმარს გამოვკითხე. უარყოფს, გაგიჟდა მსგავსი წამალი სახში არასოდეს არ ქონიათ. თან ეგ საკმაოდ ძვირადღირებული წამალია, ესე მაგის სახში შემთხვევით შეტანა და სახში შემთხვევით დატოვებაც. არა, როგორ ჩვენ ამბობთ თუ ქმარი ამბობს რომ არ არის ეპილეპტიკი. სახში წამალი არ ქონიათ. მაშინ ორგანიზმში როგორ მოხდა? როგორ ხდება? ძალიან. აბია, ჩვეულებრივი აბია, მაგრამ ეს აბი იფშნება ნებისმიერ რაღაცაში შეგიძლია გაურიო კისელში, კამბოჯში, ბორჯომში, ნაბეღლავში, გაზგინა საჭმელში. არაფერი სპეციფიური გემო, არაფერი არ აქვს, ვერ შეატყობენ ამას. ესე იგი შენ მაინც ამბობ რომ შესაძლებელი იყო ეს ან საჭმელში, ან სასმელში. უფრო სასმელში, იმიტომ რომ პირნაღებ მასაში საჭმელი არ იყო, მშიერი იყო, უფრო რაღაცა დალეული ჰქონდა. როგორ ვფიქრობ, როდის არის ეს წამალი მიღებული და რა რაოდენობით? ეგ უნდა იყოს მიღებული მაქსიმუმ 6 საათის წინ, მინიმუმ 3 საათის წინ. და რა რაოდენობით? 2-3 აბი, აი ესე რომ გითხრა. ეგ 2-3 აბი საკმაოდ დიდი დოზა არის ჯანმრთელი ადამიანისთვის. შეიძლება 1-2 აბიც რო ზედმეტი მიღებული საკმაოდ სერიოზული შედეგი იქნებოდა. ასეთია. თან საქმეც ის არის რომ დროულად მოხდა აქ ჩარევა. დოზაც ისეთი იყო რომ მკურნალობას დაექვემდებარა. ხო და უფრო მეტ დოზაზე. ესე იგი იმდენი აქვს მიღებული რომ არ მომხდარიყო, უბრალოდ სულ დამხდარიყო რა. ხო, ნუ ამაზე ეხლა იმდენი აქ სპეციალურად არის ეს უკვე ჩემი კომპეტენცია არ არის, ჩემი კომპეტენცია არის ის ავტყოფი მოვიდა, უმკურნალეთ და აი მითხარ ქმარს ყველაფერი უთხარი? არ შემილია ეგ მოვალეობა. არა, ეს პრობლემა არა. მაგის გარეშე როგორ შეიძლება? აი, ჩემო კარგო, ერთი რამე მინდა გთხოვო რა, მე და მაინც ახლა ნუ დავახმაურებ ამბობთ, რა. მუნჯების სასაფლაო. და კიდევ ნიშნობ მე. ორი გახსოვდა. და კიდევ ერთ ჩემ ოპერს გამოგზავნე. გაგავარისა ბაზარანი. ხო, და ეს ყველაფერი თუ ჩემის מחარ. კიგენაცო. თავიდან ყველაფერი. რაზე? კი. აბიცალად გაფო. კიგენაცო. ხო, არ არის, არა, პრობლემა არ არის. აი, წავედება რა. ეცემინა, მე სულ ვაკავა. აბა გინაცოლა. დავაი რა, გამოიარე ისე, კაცო აუცილებლად საქმეზე უნდა იყოს. დავიდეს ერთი დავილაპარაკე. მოიგითხე თქვენები. მე მაგ ამბობს ხვალ გავწერ, ისე რომ შენ არ ინერვიულო. როგორ ხო? რა? როგორ გწვანეთ? კარგად არის უკვე ნორმალურად არის. საშიში აღარაფერი არ არის. ძალიან კარგი. სანთლები აქვს ასანთლები. აი, ვეთქვი. აი, აბა. აბა, მოიგითხე თქვენები. ბატონო შევანა. თუ არ შეწუხდებით, იქნებ ბატონი რეზოს ჩვენება ოფიციალურად გააფორმოთ. ბატონო ახლა გამოფრების განგემ ყველაფერი მე ამბობ. გამორიცხული არ მასეთი წამალი ნამდვილად ქონოდა სახლში? რა ეპილეფსიის გამორიცხული. მიქნებ შეეშალა და მაგალითად ანალგინის მაგივრად დალია სხვა რაიმე ჯერ ერთი არათანაირი წამალი არ დაულევია და მეორეც რა უნდოდა ჩემს სახლში ეპილეფსიის წამალს.
არ ვიცი როგორ გითხრათ იქნება დაცვის ბიჭებიდან ან ზარეული ქალი ან ეპილექტიკები ჩემს სახლში კატეგორიულად აცხადებ რომ გამორიცხულია მიუხედავად ამისა ეს პრეპარატი მაინც თქვენ სახლში აღმოჩნდა სწორედ ამას გეუბნებით ჩემს სახლში აღმოჩნდა უკვე სახლში შემომივარდეთ თქვენ გესმით ესა თქვენ თუ გესმით რომ ახლა საქმე სულ სხვა მიმართულებებია ხო თქვენ თუ გესმით რომ ახლა ყველა ეჭვმიტანილია ვინც კი თქვენს გვერდით მუშაობს ან თქვენთან სახლში ცხოვრობს მითხარით ყველამ გაიგო ეს ამბავი რაც მოხდა ნუზერმა და მაგოს მოახლე ზარეული და კაკო სახლში გავუშვი ხო ესე მახსოვს ხო მართლა ზარეულზე გამახსენდა იქნებ დარწმუნებულია რომ თქვენმა მეუღლემ საწამლავი საჭმელში ან სასმელში შერეული მიიღო ყველა სიმპტომი ამ ვერსიას ადასტურებს თქვენ გესმით წარმოუდგენელია რა ქვია თქვენს მზარეულს ქეთევანი ქეთ საცხოვრობს იცით ვიცი უკაცრავად ბატონო ხანკო მზარეულის გარდა ვის აქვს შეხება საჭმელთან მარავის და სუფრასთან მხოლოდ ის გემსახურებათ დიახ მხოლოდ ის კარგით მაშინ ასე ვქნათ კოდე შურუს დაავალე სასწრაფოდ ბატონ ვახტანგთან სახლში გავარდეს რაც კი დარჩა საჭმელი და სასმელის სასწრაფოდ ექსპერტიზაზე ხო მე მგონია რომ ზარეული უნდა დავაკავოთ დიახ თუ უკვე არ გაიქცა თუ ექსპერტიზამდე ამტკიცა რომ საჭმელში საწამლავია იძულებული ვიქნებით თქვენი მზარეული დავაპატიმროთ როგორც თქვენი მეუღლის მოწამლაში ეჭვმიტანილი მე ახლა პროკურორთან დაგავარდე ვითარება მოახსენო და ორდერისთვის ასე რომ დიახ დილით ცოტა უხეშად მომევიდა და არა უშავს მე არ ამწყნის არა ჩემთვის იმდენი და ისეთი რამეები უკადრებია რომ თქვენი სიტყვები იმასთან შედარებით დითერამდე მსგავს ჩემო შულს პიცა ჩემი მშობლების იმქვეყნა წასულსულებს პიცა აი პიცა გამისცეს და შიქშა მიტოდეს თუ ერთ სიტყვას ვიტყვებოდე აბა ეხლა მორჩი ვიშვიშ აი მე სირცხვილო და გარკვევით მიპასუხე აი მე დავიზმო შენს გარდა იმ სამზარეულოში შედის ვინმე საჭმელთან შეხება შენს მეც ვინმეს აქვს სამზარეულოში მე მუშაობ ეგ ვიცით მაგრამ კარზე ბოქლომი კი არ ადავს იმ სამზარეულოს მე კიდე თოფიკი არ მიჭირავს კიდე თუ არავინ არ შეხვიდეთ მეთქი იქნებ შეიძლება შევიდა კიდევაც ვინმე სადილად რა გააკეთეთ მაკო დიეტაზია ბოსნეულის მეც არაფერს არ ჭამს ბოსნეულის რა გუგაუკეთე სასმელი ვაშლის წვენი გავუწურე ის ვაშლის წვენი ვახტანგმას დალია ვახტანგმა ხო ვახტანგმა არ ვიცი ემიჯო უკამბაგიშე კაცო გეიცანია ხალხური გადავიღე ვიცოდი ნამდვილად არ მახსოვს აი მე უი გამახსენდა აი ხურებში მიდგას როგორ დავიძახა ხო რა დავიძახა ქეთო ხო ქეთო მე ლუდი მომიტანეო ლუდი მომიტანეო შე რომელ ლუცავს მაგი გაფიცე ყველაფერს გერმანულს ხო არა ქართულს მარტო ქართულს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა მხოლოდ ქართული ლუდი უნდა დალიოსო მალადეს მაუ პატრიოტი ხო კიდე ვინ იყო სახში ამ დროს მათ გარდა ვახტანგის და მაკოს გარდა ნუგზარი კაკო ლალი ლალი რომელი მაკოს მოახლე დიახ ამათგან სამზარეულოში რომელიმე შემოვიდა სამზარეულოში უი სამსაძე ბიჭებს ვაჭამე მოთ ნუგზარს და კაკოს ხო ისადილეს მათთან ერთად მე და ლალიმაც ვისადილეთ აი და ვახტანგი სად იყო ამ დროს ასაკეთებდნენ თავის ოთახში იყვნენ მე რა ვიცი რასაკეთებდნენ მაკოს რაგუ უკვე გაკეთებული ქონდა არა მე გავაკეთე მაკოს რაგუ ის ვაშლის წვენი სად იყო ამ დროს სად უნდა ყოფილიყო ხო სად უნდა ყოფილიყო ვაშში გაწურული არ ქონდა ჯერ მოკლედ ქალბატონო გამოდის რომ საჭმელთანაც და ვაშლის წვენთანაც მხოლოდ თქვენ ქონდათ შეხება
თქვენს მეც არავის შეეძლო წამლის შერება. რა წამალი? რა წამალი ხალხნო? გაჭერდი ახლა მოაჭრიდა. თქვენი ჭირი მე. რას ამბობთ? მე მოწამლება. დამშვიდი. გაჭერდი. აი ექსპერტის დასკვნა ვაშლისტრეში ანტიკონურსად დეგრეტორის შემცველობის შესახებ. ვინ აკავთ ეპილეფსიით დაავადებული, ა? გამოწვით დამალვას აზრი არ აქვს, მაინც გავიგებთ. არაფერს არ გიმალავთ. შვილებს გებიცებით. შვილებს კი არა, მეთხარით ვინ გადმოგცათ დეგრეტოლი, ვინ? არავინ არ ყავს ავატყობი, არავის არაფერი არ გადმოუცია ხალხნო. მომისმინეთ, თქვენს მეტი, მომისმინეთ! თქვენს მეტი! ვაშლის წვენში საწამლავის გარევა არავის არ შეეძლო. ამიტომ ჯობია სიმართლე გვითხრათ, ვინ დაგავალათ? ნუ დაიმძიმებთ ისედაც მძიმე მდგომარეობას. გებიცებით, არავის არ დაუვალებია. მოქალაქე ბედიანაშვილი. მომისმინეთ. თქვენ დაპატიმრებული ბრძანდებით, როგორც მოქალაქე მაია ლომინაძის მოწამვლაში ეჭმიტანილი. ამერიდან გაქვთ უფლება დუმილისა და შეგიძლიათ აიყვანოთ ადვოკატი. გაიყვანეთ. გებიცებით, უდანაშაულო ვარ. ამ ხალხზე ახლა რა გამ გოგა არა გონია მაგის გაკეთებული იყოს. შეიძლება დააშინეს და ისე გააკეთებინეს. ან ზულაც ისე გააკეთებინეს, რომ თვითონაც აზე არ იყო. ყველაფერი შეიძლება. ესეთი ამბებია. მოკლედ, გოდი რა არის, დაკნხვაზე ხავარ მე, უკაცრავად. მოკლედ განყოფილების უფროსმა მითხრა, რომ მაიას იმდენი ძამალი დაალევინეს, რომ მხოლოდ ცუდად გამختارიყო, არ მომختارიყო. მისწრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო შველა. ჯერ ესვრიან, იმავე დღეს წამლავენ. თან საინტერესო რა არის, რომ არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მაინც და მაინც არ ინდომებენ. რაღაცა თამაშს აგავს ეს ყველაფერი რა, რაღაცა თუ რაღაცას. ვახტანგი კი ახურებს ბევრს. მე მუკრებიანო, მუქარის მეშიძებს მიგზავნიანო, მაგრამ ჯერჯერობით არც არავის არ მოუწამლია და არც არავის არ უსროლია. მაიას კი ეგ. ესე იგი, სწორედ მაიას ემტერებიან და მაიას გარემოცვაში უნდა ვეძებოთ პასუხი. ძალიან ცოტა ვიცით ამ მაიაზე. უფრო მეტი უნდა გავიგოთ. სილამაზის კონკურსში გამარჯვებული გოგონა, რომელიც ცოლად მიყვება თავის უფროს მდიდარ ფულიან ბიძიას. ხო მართლა რა მწესებს ეს ვახტანგი? 53-ის. თითქმის 100 უფროს. თანამედროვე გოგონების უმრავლესობას მხოლოდ კაი ცხოვრება აინტერესებს და ფულიანი ქმრები მეტი არაფერი. დავიჯერო მაია გამონაკლისია. ვახტანგის ფულებზე მეტად მისი ლამაზი თვალები შეუყვარდა. არა მგონია. იქნება სულაც ვახტანგის სოლობით ვინმე ბიჭი გაამწარა, ა? ეს ხო ვერსია. იქნება სულაც ეს ღალატის და შურის ძიების სამყაროსავი ძველი ისტორია. ბიჭებო, მომისმენთ. მაია კარგა მაგრა დასალენგენებელია. ოღონდ ისე რომ ვახტანგმა არაფერი არ ისკესოს. დაცვაც მაიას მოახლე გოგოც, ხო? დაი, მამოიდე ხმა თქვი რამე რაკაცო რა? რამე? რაკის ბიჭო, შენ რა პატარა ბავშვით იქცევი? რა სიბუტები გამაგებინე, ა? ამაში ეს საქმე რომ პატარა ბავშვი არა ვარ. დიდი ბიჭი ვარ და საკუთარი თავმოყარება გამაჩნია. იცი რას გეტყვი? დაი, შეაყოლე რა კიდე, რას მაო რა? არ წაიღო თქვენი? ეს კიდე და ცივი წყალი დალიე, რაკაცო, უგორენ ახლა მას კაკალი და ეფერი აქა რა. თომასა. იქ ბიზნესთან სისხლის ვარი ნაფეს რამე. ზოლის ჭრილობა სერიოზული არ ყოფილა. სისხლისაგან ხო არ იცლებოდა რომ რამე კვალი დარჩენილი. ხო, მოკლედ. ყვალიდან, დილიდანვე. მაიას ნაცნობ მეგობრებს, გოგოებს ხო დაუარეთ ყველაფერი არ გიწევს. შუადღისათვის მაიას გამოძებენ სამონტოფოდან. ხოდა ვეახლოთ სახლში. დავაფასოთ და კიდევ ერთხელ გავესაუბროთ. კი ბატონო. ხო. კაი. გვიანი ახლა და მოვჭეთ. დავშევოთ სახლში.
მანქანი ხარ? ხო, გაგება. მართლა. ხო რა თქვენს ჟური გასულიდა. დავაგეგარებათ, რომ ის იყო უფროსობისგან ჟური გასწამეწინდა. წამოიწევს.